სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. მაღალ ყოვლადუსამდელოესო, მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობიდან პირველ კვირას, როდესაც აღინიშნება ყველა წმინდანის ხსენება. დღეს არის ყოველი ჩვენგანის ანგელოზის დღე და განსაკუთრებით გილოცავთ ამ დღესასწაულს. ეს დღე რატომ დაადგინა წმინდა ეკლესიამ? ეს დღესასწაული ეკლესია სურს გვიჩვენოს ჩვენ, რომ უფალ იესო ქრისტეს მოსვლა ამ ქვეყნად არ იყო უნაყოფო და ამაოდ არ მომხდარა, არამედ წმინდანების ცხოვრება, მათი ღვაწლი გვიჩვენებს ჩვენ, რომ ძეგმერთის განკაცებამ, ვნებამ, ჯვარცმამ, სიკვდილმა, მტრეთით აღდგომამ, ზეცად ამაღლებამ და შემდეგ სული წმინდის მოვლინებამ უდიდესი ნაყოფი გამოიღო კაცობრიობის ისტორიაში. ეკლესია გვიჩვენებს ჩვენ, რომ სულთმოფენობის შემდეგ ის წარმოშობს უდიდეს ადამიანებს, წმინდანებს, რომელთა ღირსიც არ არის ქვეყანა, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული. და აი წმინდანების ცხოვრებაც, მათი ღვაწლიც ძალიან დიდი საიდუმლოებაა და ეს წუთი სოფელი საგონებელში ვარდება, როდესაც ბიბლიაში კითხულობს ადამიანებზე, რომლებმაც ღვთის გულისთვის დაითმინეს ყოველგვარი გაჭირვება, გვემა, დილეგი, ბორკილები. აი დღეს იყო წაკითხული პავლე მოციქულის სიტყვები. იყვნენ ხმლით განგმირულები, ქვებით ჩაქოლილები, ცხრის ტყავებით მოარულნი, ტყეებში და ღრეებში მოხეტენი, გამოქვაბულებში, უდაბნოებში შეფარებულები და ასე შემდეგ. და აი მამანი ფიქრობს, რომ რა საჭიროა ეს ყველაფერი, ასეთი უკიდურესობა. და მათი აზრით ეს ფანატიზმიც კი არის. და მართლაც საიდუმლოა ყოველი წმინდანის ღვაწლი და ცხოვრება. და აი ამ საიდუმლოებაზე ჩვენ პასუხს გვაძლევს, უпростоრად გვიხსნის აი ამ საიდუმლოებას უფალ იესო ქრისტეს სიტყვები, რომლებიც ჩვენ წავიკითხეთ დღევანდელ სახარებაში. ორი გამონათქვამია ეს. უფალი ამბობს, რომ ვინც მაღიარებს მე ადამიანთა წინაშე, მეც ვაღიარებ მას ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ხოლო ვინც უარყოფს მე წინაშე კაცთა, მეც უარყოფ მას ზეციერი მამის წინაშე. და შემდეგი, ვისაც უყვარს მამა ან დედა ჩემზე მეტად, ის არ არის ჩემი ღირსი და ვისაც უყვარს ძე, თვისი ან ასული ჩემზე მეტად, ის არ არის ჩემი ღირსი. აი ესეთი სიტყვებია უფალ იესო ქრისტესი. აი ეს სიტყვები, როგორც გითხარით, გვიხსნის ამ საიდუმლოებას. საიდან ქონდათ მათ ასეთი საოცარი ერთგულება და სიმტკიცე? და აი წმინდანებმა უფალი აირჩიეს და გაყვნენ მას და იგი მათთვის არ იყო მხოლოდ რაღაცა ზნეობრივი იდეალი და მხოლოდ მაგალითი. არამედ მათ აირჩიეს იგი როგორც ცოცხალი პიროვნება და ღმერთი და მაცხოვარი. და არ შეეშინდათ
რომ ეღიარებინათ ისეთ საზოგადოებაში, რომლისთვისაც ბევრს არაფერს ნიშნავს უფალი იესო ქრისტე, ან გაუგებარია სრულიად, ან უფრო მეტიც იდევნება კიდევაც. აი ეს გამბედაობა იყოთ მათ, ასეთი სიყვარული და ამიტომ უფალმაც აღიარა ისინი ზეციერი მამის წინაშე და მისცა მათ ასეთი საოცარი მადლი და ძალა. და აი ამიტომაც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, რომ საშინელ სამსჯავროზე წმინდანები განიკითხავენ ქვეყანას. განა არიცითო, რომ წმინდანი განიკითხავენ ქვეყანას, წერს ის. მაგრამ ეს სიტყვა განკითხვა იმას კი არ ნიშნავს აქ ამ შემთხვევაში, რომ წმინდანები პირადად გაასამართლებენ ადამიანებს საშინელ სამსჯავროზე. არა. არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ მათი რწმენა, მათი მოშურნეობა ამხელს და განიკითხავს სხვების ურწმუნოებას და უზრუნველობას. აი ესეთი სიტყვებია წმინდა პავლე მოციქულისა. დღესაც იყო აქ წაკითხული სამოციქულოში, რომ მოციქულები განიკითხავენ ისრაელის 12 ტომს, მაგრამ მაშინ მხოლოდ მოციქულები იყვნენ ქრისტეს გარშემო და შემდეგ უკვე, როგორც გითხარით, პავლე მოციქული იტყვის უკვე ამას, რომ მთელს ქვეყანას განიკითხავენ წმინდანები. მაგრამ აი ძვირფასო ძმებო და დებო, დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ იგი არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგძელი, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ დრო სინანულისთვის. აი დავფიქრდეთ ამაზე. ჩვენმა წმინდანებმა თუ უკვე აირჩიეს უფალი იესო ქრისტე, საბოლოოდ ჩვენ ჯერ კიდევ მერყეობთ. იმათმა თუ მიაღწიეს მიზანს, ჩვენ ჯერ კიდევ გზაში ვართ და მივდივართ. და წმინდანები უკვე აღსდგნენ საბოლოო სრული აღდგომით. ჩვენ კიდე ამ გზაზე ხან ავდგებით, ხან ვეცემით, მერე ისევ ავდგებით. მაგრამ გვანუგეშებს ჩვენ ისევ აი გავიხსენებ წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებს, რომ რაკიღა გარს გვახვევია ღრუბელივით, ესოდენი სიმრავლე მოწმეთა მოთმინებით განვლოთ ჩვენი სარბიელი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს ყველა წმინდანის ხსენებას. ყველა წმინდანი შეგეწიოთ თქვენ, ყოველ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს, ჩვენს ქვეყანას, ყველა წმინდანის ლოცვით, მეოხებით, უფალმა გააძლიეროს, გაამთლიანოს, გადაარჩინოს საქართველო. ამინ. დღეს ჩვენ ვლოცავთ წინაძეებს, ქოპილაშვილებს. ღმერთმა გაგახაროთ, გამრავლოთ და ყველა წმინდანი შეგეწიოთ. ამინ.